კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნო. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკშია. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. რა გზავნილებით ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში და როგორია გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის დღის წესრიგი, თამარ თათარაშვილს ვთავთ ნიუ-იორკიდან მეტი დეტალით კურიერის ეთერში. მიმდინარე კვირის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება ნიუ-იორკი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ზუსტად 23 სექტემბერს გაიხსნება გენერალური დებატები, სადაც ასამბლეის დიდ დარბაზში შეიკრიბება 193 წევრი სახელმწიფოს ლიდერი, რომლებსაც აქვთ რეგლამენტით განსაზღვრული დრო, სადაც ისინი სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრებენ და ყურადღებას გაამახვილებენ იმ მთავარ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც გეოპოლიტიკური სიტუაციიდან თუ ვითარებიდან გამომდინარე არის მსოფლიოს დღის წესრიგში. ეს წელი თავად ორგანიზაციისთვის არის რამდენიმე გარემოებით მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ეს არის საიუბილეო თარიღი. ზუსტად 8 ათეული წელი გავიდა ამ ორგანიზაციის შექმნიდან და მე-80 სესიის თემაც წინასწარ არის უკვე განსაზღვრული. ეს არის ერთად უკეთესია 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის. სწორედ ამ თემების გარშემო ისაუბრებენ მსოფლიოს ლიდერები მე-80 სესიის ფარგლებში, სადაც ისინი საკუთარი ქვეყნის პოზიციებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თუ როგორ ესახებათ მათ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს შექმნა არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. ნიუ-იორკშია საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, არის დაგეგმილი გენერალური დებატების ფარგლებში მისი სიტყვით გამოსვლაც და ისიც როგორც სხვა მსოფლიოს სხვა ლიდერები გამოიყენებს გაეროს უმაღლეს ტრიბუნას იმისთვის, რომ მან კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად კავკასიის რეგიონში გადადგა. გარდა ამისა, ვიცით ისიც, რომ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრებს იმ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მოთამაშე არის საქართველო და რომელსაც აქვს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს და დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპის მიერ გამართულ საზეიმო ვახშამს. შტატებში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ თამარ თათარაშვილი საუბრობდა ნიუ-იორკიდან კურიერის ეთერში. მადლობა თამარს. ერთად უკეთესია 80 და მეტი წელი მშვიდობისთვის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის წელს მსოფლიოს ლიდერები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სწორედ ამ იდეის გარშემო იმსჯელებენ. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ღაზის სექტორში არსებული ვითარება იქნება. გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ ირანის ბირთვულ პროგრამას. დიდი ყურადღება დაეთმობა სირიის საკითხსაც. ასამბლეის მონაწილეები იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებაზე, ქალთა უფლებებზე, სუდანის ჰუმანიტარულ კრიზისსა და ამერიკის შეერთებული შტატების და ვენესუელის დაძაბული ურთიერთობების შესახებ. განხილვის საგანი იქნება გაეროს ახალი გენერალური მდივნის არჩევნებიც. მე-80 სესიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან, სიტყვით გამომცვლელებს შორის იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. შემოდგომის მთავარი დღესასწაული გრძელდება უკვე მეორე დღეა დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. სახალხო დღესასწაული ხალხთან ერთად აღნიშნეს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ირაკლი კობახიძე კახაკალაძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და ათვალიერეს სპეციალურად მოწყობილი სივრცეები, გადაიღეს ფოტოები და თბილისობის მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცეს. თბილისობას ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უყარია ამ ქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, თბილისობა განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქი არის თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, თავისი მრავალფეროვნებით, თავისი წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ხალხით. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი არის გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება ზოგადად თბილისისთვის მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. და ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის არის ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ ადამიანებმა დაისვენონ, გაერთონ. მადლობა მინდა ყველა კომპანიას გადაუხადოთ თანამშრომლობისთვის, ვინც დღეს გამოსულია და ესწრება თბილისობის დღესასწაულს. და დღეს საღამოს ასევე გელოდებით ყველას, გაიმართება გალა კონცერტი ევროპის მოედანზე.
გილოცავთ თბილისობას. ჩვენ გვაქვს პატარა მასტერკლასი პატარა ბავშვებისთვის. ვაკეთებინებთ ესეთ აბადოკებს. ასევე ვაწებებინებთ და ვახატინებთ რაღაც ფორმებზე. და ვეხმარებით გართობაში. გილოცავთ თბილისობას ყველას, მრავალს დაესწარით. გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ყველას. ჩემს ყველაფერი არის ჩემი მეურნეობიდან. ჩვენ გვაქვს დიდი ჯოლოს მეურნეობა და მოყავს კიდე სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი. ვართ ელკანას წევრი ფერმერები და ბიოზე ვმუშაობთ. მოგილოცავთ თბილისობას, ქალაქ თბილისის მოსახლეობას და სრულიად ჩემს სამშობლოს, საქართველოს. საუკეთესო დღესასწაულია, ფრონის ხეობის თაფლი. ანუ თაფლში ყველაზე ძვირფასი კომპონენტი არის გლუკოზა და ფრუქტოზა ძირითადში. და ფრონის ხეობა გამოირჩევა იმით, რომ ეს გლუკოზიანი თაფლია. გილოცავთ თბილისობას. დღეს ვარ დედაჩემთან, მამაჩემთან და ჩემ პატარა ძმასთან ერთად მოსული. ძალიან კარგია აქაურობა, ლამაზია და თითქმის ყოველ თბილისობაზე აქ მოდივარ ხოლმე. თბილისობა 2025 შემაჯამებელ ღონისძიებამდე კი 2 საათზე ნაკლები რჩება ყველა უმღერის თბილის ამ სახელწოდების გალა კონცერტი დასრულდება შემოდგომის მთავარი დღესასწაული და ორდღიანი ზეიმი დედაქალაქში. მანამდე კი სტუმრებს ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი მასპინძლობს. ეს ის მთავარი ლოკაციებია, სადაც დედაქალაქის მერია ღია კინოთეატრები, კვების სივრცეები, სამეწარმეო მარკეტები, ატრაქციონები და თემატური ფოტოზონები მოაწყო. ამ წუთებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ევროპის მოედანზე, სადაც გალა კონცერტისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. რა ხდება ადგილზე და როგორია მუსიკალური პროგრამა, ამას ანი ხოშტარია გვეტყვის, რომელიც სწორედ ევროპის მოედნიდან გვერდდება. ახლა პირდაპირ ეთერში ანი გისმენთ. ყველა უმღერის თბილის სამსახელწოდებით გალა კონცერტი ზუსტად 20 საათზე დაიწყება. აქ არის დამონტაჟებული დიდი სცენა და უკვე ქართული ესტრადის ვარსკვლავები გადიან ბოლო რეპეტიციას, რომლებიც ემზადებიან მსმენელთან შესახვედრად და დღეს შესრულდება 1 საათის განმავლობაში ყველა ის სიმღერა, რომელიც ასე უხდება დღესასწაულს და თბილისო იქნება ის სიმღერა, რომელიც დააგვირგვინებს და სწორედ თბილისოთი დასრულდება დღევანდელი გალა კონცერტი, რომელსაც შეასრულებს სამების მომღერალთა გუნდი და დღეს ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ყველა თაობის მომღერალი. აქ არის განწყობა საკმაოდ ამაღლებული და დროდადრო ხალხის რაოდენობა იმატებს და ყველა ელოდება გალა კონცერტის დაწყებას. დღეს ასევე დედაქალაქის მერმა დაპატიჟა ყველა კონცერტზე, რომ ყველამ ერთად იზეიმოს თბილისობის დღესასწაული. სრულიად საქართველოს ულოცავ თბილისობას, ულოცავ ღვთისმშობლობას, ძალიან ბედნიერი თანხვედრაა ჩემის აზრით და მართლაც სიკეთეს, ყოველნაირ წარმატებას, სიმშვიდეს, მზიან დღეებს, სიკეთით და სიყვარულით გაჯერებულ დღეებს უსურვებ ყველა თბილისელს. მინდა მოულოცავ მთელ საქართველოს თბილისობის დღესასწაული. ამ დღესასწაულზე თბილისი მართლა გამორჩეული და განსაკუთრებულია ყოველთვის. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც არის გამორჩეული, არის გალა კონცერტი რიყეზე და გამორჩეულია იმითი, რომ ამ დღესასწაულზე გალა კონცერტზე შესრულდება სიმღერები რანინას ბავშვებთან ერთად. მინდა მშვიდობა უსურვო ჩვენს დედაქალაქს, სრულიად საქართველოს. მინდა სიმდღეს მაქვს შესაძლებლობა, რომ თბილისს უმღერო ჩემს ალილოელებთან ერთად. უძღვნით კონცერტს ისეთი, როგორიც თბილისს ეკადრება, ყველა თაობისთვის, რადგან დღეს სცენაზე ჩვენთან ერთად იდგებიან რანინელები, უკვე ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ბავშვები და ჩვენთვისაც, უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესოა ეს კოლაბორაცია. სახალხო დღესასწაული თბილისობა 20-25 გუშინ საზეიმოდ გაიხსნა და დღესაღამოს აქ ევროპის მოედანზე ზუსტად 20 საათზე საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება. მადლობა ანი ხოშტარია საუბრობდა ევროპის მოედნიდან პირდაპირ ეთერში.
უცვლელია სახალხო დღესასწაულის მთავარი ტრადიციაც თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო წელს 30 ადამიანს მიენიჭა. წელს საპატიო სტატუსის მფლობელები გახდნენ ექიმები, პოეტები, მხატვრები, მეცნიერები, მსახიობები, მუსიკოსები, დიპლომატები, სპორტსმენები, ქორეოგრაფები და იურისტები. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა კახი კალაძე. მან მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მომდევნო 4 წელი ქალაქისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. მისი განცხადებით, თბილისის საპატიო მოქალაქეობა არის პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ეს სტატუსი მიენიჭათ მათ, ვისაც თბილისის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. კახა კალაძემ დაჯილდოებულ მოქალაქეებს საპატიო თბილისელის წოდების სიგელთან ერთად დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მიიღო ამ ქალაქის, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის ვემსახურო თბილისს, რამხელა პატივია ვემსახურო თითოეულ თბილისელს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის ეს არის უდიდესი мотивация. მე გპირდებით, რომ შემდეგი 4 წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. თბილისელობა თბილისი ოდითგან აერთიანებდა ყველა სხვადასხვა ეროვნების ადამიანს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პატივია, როდესაც საპატიო თბილისელი გახდები. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, იმიტომ რომ მიყვარს თბილისი. ჩემი სახლია და საპატიო წოდება არა მხოლოდ პატივი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი თბილისის, ჩვენი ქალაქის მიმართ. ძალიან დიდი პატივია საერთოდ. მე ვფიქრობ, რომ მე მინდა მივესალმო ჩემს თბილისს და ჩემს თბილისელებს. უღრმესი მადლობა იმ დობისთვის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მე ვფიქრობ, გახდე თბილისის საპატიო მოქალაქე. ეს ჯილდო ამავდროულად არის ძალიან დიდი мотивация, რომ უფრო მეტი შემართები და მოდობებით ვემსახურო ჩვენ ძვირფას თბილისელებს. სულ ყველას მინდა უსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიკეთე, კეთილდღეობა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება შენახვის საქმეზე ბრალდებულ 4 პირს საქალაქო სასამართლო მահკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისმა და პირადი დაცვის წევრი ნუგზარ ცაბაურაშვილი. სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს კომპანიის დირექტორი მარიამ არჩემაშვილი, ნუგზარ ცაბაურაშვილი და ვიქტორ აბაიმოვი. ვასილ მხეიძეს კი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. პროცესი არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, არალეგალური ქარხანა, სადაც სიგარეტს აწარმოებდნენ, შიდა ქართლში იყო მოწყობილი. საგამოძიებო სამსახურმა 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო. მარიამ არჩემაშვილი თავს დამნაშავედ მიიჩნევს იმ ნაწილში, რომ იგი იყო დირექტორი, მისი მხრიდან დაკონკრეტებული იყო და დაცვის მხრიდან დაკონკრეტებული იყო, ეს იყო ფიქტიური დირექტორი, იგი არ ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, ეს იყო მისი პოზიცია ამ სასამართლო პროცესზე. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე და დაასაბუთა ფორმალური საფუძვლებით, როგორიც არის მაგალითად მოსალოდნელი კაცრის სასჯელის გამო მიმალვა, წვენებზე ზემოქმედება, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსაკითხები არიან. ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ უაქციზო ფილტრიანი სიგარეტის დამზადება შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. ვინაიდან მათი მხრიდან არსებობდა როგორც მიმავლის, ასევე მტკიცებულების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ამიტომ ბრალდების მხარემ მოითხოვა ყველაზე მკაცრი აკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, თითოეულ გარემოება შეაფასა სასამართლომ, გაიზიარა და ამიტომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, თითოეულ ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, თუ გამოიკეთება რომელიმე პირის დანაშაულებრივი ქმედება, თავისთავად იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირებას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას ედავებიან. პოლიციამ ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჭხრეკისას 10 შეკვრად დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი მცენარე კანაფი, 2 პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცება დამოიღო. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც, დანაშაულებით 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციამ კი ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. დაკავებულები ბათუმში უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ მათთვის კონკრეტული ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება ჰქონდათ. შედეგად კი მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა თაღლითური გზით 461.306 ლარი მიითვისეს, მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად კი 16 მოქალაქე დაზარალდა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს ერთი ადამიანი დაბა ურეკშიც. გურიის პოლიცია მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 27 წლის პირი აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მოწმის სახით გამოკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე, საუბარია ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. მედიაში ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, სადაც ჩანს კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის. საუბარია 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე, როდესაც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდას იარაღი წაართვეს, გაანეიტრალეს და პოლიციას ჩააბარეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კი ამ ვერსიას ეწინააღმდეგება. მასალაში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც აქციის მონაწილეები არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობენ და ძალის გამოყენებით ქუჩაში გახავთ. მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება სახელმწიფო გუნდი ქართულ ოცნებაში რადიკალიზმსა და ლიბერალურ ფაშიზმზე. საუბრობენ და ამბობენ, რომ მათთვის ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. ჩვენთვის ბუნებრივია მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა და მით უმეტეს კიდევ უფრო მეტად მიუღებელია მოცემულობა, როდესაც ცდილობ სინამდვილეში ტყუილი უთხრა საზოგადოებას, რაც საზოგადოება მიხილა ამ კადრებიდან, ჩანს კარგად ამ კადრებიდან, რომ ეს პიროვნება იარაღს არ იყენებს, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანები, ვინც მის მიმართ გამოირჩევიან ძალადობით, ძალიან მძიმედ უსწორდებიან მას ფიზიკურად და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი და კიდევ ერთხელ რეალურად აჩვენებს ამ რადიკალიზმის სახეს, ლიბერალური ფაშიზმის სახეს, როგორ არის ძალმომრეობაზე გადასული. ახლა უცხოეთის ამბები რუსეთმა უკრაინას 54 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი შეუტია 8 სხვადასხვა ლოკაციაზე 21 დრონმა დანიშნულების ადგილს მიაღწია, დანარჩენი კი უკრაინის სამხედრო ძალებმა ჰაერში გაანეიტრალეს. ომში მყოფი ქვეყანა თავდაცვასთან ერთად საპასუხო ღონისძიებებსაც ატარებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით კი გვიან ღამით მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით უპილოტო საფრენი აპარატების უმრავლესობა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. რუსი სამხედროების განცხადებით კიდევ 4 დრონი შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 2 ბრიანსკის ოლქის, ხოლო 1 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იქნა განადგურებული.
ევროკავშირი გაკოტრების პირასაა ყველგან ვალი, მიგრაცია, ძალადობა და წარუმატებელი პოლიტიკა აცხადებს ვიქტორ ორბანი. უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და განვითარებისთვის არსებობს უკეთესი გზა. მისივე თქმით, მისი ქვეყანა მტკიცედ დგას და მხარს უჭერს ოჯახურ ხირებულებებს, ბავშვის აღზრდას, ტრადიციული ფასეულობებით, თავისუფალია მიგრანტებისგან და სთავაზობს შესაძლებლობებს დასაქმების მსურველებს. ორბანმა სოციალური ქსელით გაასაჯაროვა მისი სიტყვით გამოსვლა სპორტის სასახლეში, მან მწვავედ გააკრიტიკა ევროპელი ბიუროკრატები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი და მისი თანამოაზრეები, რომელთაც ის ევროკავშირის კრახამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ორბანი ამბობს, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 100%-ს უახლოვდება, კომუნალური გადასახადები კი 4-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ამერიკაში. გავუბედოთ ჩვენი გზით სიარული ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა უნგრეთის პრემიერმა. ევროკავშირის გემმა ვერ გაუძლო დარტყმებს და გაიბზარა. ლილიპუტის მსგავსი ევროპელი ლიდერების, ბატონი ვებერის და მისი თანამოაზრეების ქმედების შედეგია ევროკავშირის კრახი. ფინანსური ვალები, მიგრანტები, ქუჩის ძალადობა, ომი, მზარდი კომუნალური გადასახადები, ბრიუსელელი ბიუროკრატები, რომლებიც შეშინებული ქათმებივით არიან. ცუდი სანავიგაციო სისტემის მსგავსად, ისინი მუდმივად ხელახლა გეგმავენ მარშრუტს, მაგრამ ვერასდროს აღწევენ დანიშნულების ადგილს. ჩვენს წინაშეა კონტინენტის და ევროკავშირის კატასტროფა, რომლის წევრებიც ჩვენც ვართ. გერმანიის კანცლერმა ცოტა ხნის წინ სოციალური სახელმწიფოს დასასრული გამოაცხადა. საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 120%-ს უახლოვდება. ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ ევროპას უჭირს და ის ნანგრევისკენ მიდის. უნგრეთი ჩვენი სამშობლოა, ევროპა ჩვენი სახლია. ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური და პოლიტიკური სიმამაცე იმისთვის, რომ ვთქვათ, ევროპის სამყარო, როგორცაც აქამდე ვიცნობდით და გვიყვარდა, დასრულდა. დაბუჯეროთ საკუთარ თავს, ფაქტებს, გავბედოთ ჩვენი გზით სიარული და გავბედოთ საკუთარი ეკონომიკის აშენება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას სურს იმ შემთხვევაში, თუ ქაბული ტრამპის ამ წინადადებაზე უარს იტყვის თეთრი სახლის ლიდერი ცუდ რაღაცებს ანონსებს. ბაგრამის ავიაბაზა ქაბულიდან 60 კილომეტრში მდებარე სტრატეგიული სამხედრო ობიექტია. ის 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ავღანეთთან დადებული სამხედრო ხელშეკრულების ფარგლებში ააშენა. შეერთებული შტატების კონტროლ ქვეშ ბაზა 2001 წლის ბოლოდან გადავიდა, თუმცა 2021 წლის 2 ივლისს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ ვაშინგტონმა ბაზაზე კონტროლი სრულად დაკარგა. ახლა ვესაუბრებით ავღანეთს და გვსურს ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება რაც შეიძლება სწრაფად. თუ ქაბული ბაზას არ დააბრუნებს, ყველა გაიგებთ რას ვიზამ მე. ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, დაკავებულია 30 ადამიანი. დემონსტრანტები ქვეყანაში მოქმედ თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკას აპროტესტებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით თავდაპირველად აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავებში ჩაცმული ახალგაზრდები ავტომაგისტრალზე გავიდნენ. პოლიციის განცხადებით დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, ასევე პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ისევ საქართველოს, სადაც აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძემ მოსახლეობას ამჯერად მუშტაიდის ბაღში შეხვდა. კანი ხილა სამომავლო გეგმები და ისაუბრა უკვე განხორციელებულ პროექტებზე. დედაქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად ადგილობრივებს შეხვდნენ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები შოთა ქევხიშვილი და გივი ჩხარტიშვილი. მიხარია რომ ამდენ თანამებრძოლს ხედავ. მე რა თქმა უნდა, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა. ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება. ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით და ბრძოლით მოიპოვეს. და რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. გრძელდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავიცვათ თითოეული თქვენგანის, ჩვენი შვილების, აი ამ პატარების მომავალი და ინტერესები. რა თქმა უნდა, ბევრია გამოწვევა. თბილისი ძველი ქალაქია თავისი ძველი ავარიული შენობა ნაგებობებით, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც წარმოვადგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავარიული სახლები. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბაგაბაღების მშენებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ჯანდაცვის პროგრამებს.
სოციალურ პროგრამებს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. უამრავ 10,000-ობით ოჯახს ვეხმარებით. გვერდში უდგავართ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა ჭირდება. თავარი მაინც არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ყავდეს ქვეყანაში და დედაქალაქში. თუმცა მანამ ამის საჭიროება არსებობს, არავის არც ერთ მათგანს არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების პარკლებში ყველას გვერდით დაუდგებით, ვერავინ და ვერაფერი, ვერც გარედან და ვერც შიგნიდან. ვერავინ ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას, ვერავინ ვერ შეძლებს რევოლუციების მოწყობას, ვერავინ ვერ შეძლებს ხელისუფლების დამხობას, იმიტომ რომ შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე. იმიტომ რომ თქვენ ქართველი ხალხით გახართ ჩვენს გვერდით და თქვენ, რა თქმა უნდა, თქვენი ყოველდღიურობით, თქვენი ყოველდღიური ნაბიჯებით იცავთ ქვეყანაში მშვიდობას და სიმშვიდეს. მე მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. შევხვდით დიდუბის და დიღმის მასივის მოსახლეობას. მინდა მადლობა გადაუხადო კახის დიღმის მასივის მხარდაჭერისთვის. ჩვენი გუნდი აუცილებლად გაამართლებს მათ ნდობას. რაც შეეხება კამპანიას, აქტიური კამპანია მოგეხსენებათ, აქტიურად ვარ ჩართულები, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, ჯერა 4-ში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს ადიგენის მერობის კანდიდატიც გოჩა ქიმაძემ ამჯერად დაბა აბასთუმნის მცხოვრებლებთან განიხილა დასრულებული და მიმდინარე პროექტები, ასევე იმსჯელეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩასატარებელ სამუშაოებზე. დღესვე გოჩა ქიმაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტზე შექმნილი პირველი საიმიჯო ვიდეო კლიპიც წარადგინა. ღვთის კურორტებზე, კურორტებისკენ მიმავალმა ტურისტმა იმატა ჩვენთან, უამრავი ვიზიტორი გვყავდა წელს, არაერთი დასასვენებელი პარკი, არაერთი ცენტრი შევქმნით იმისათვის, რომ ვიზიტორებს ჰქონდეთ საშუალება ადიგენში როცა შემოდიან, დაისვენონ, გაერთნონ და მიიღონ ის სერვისი, რაც მათთვის საინტერესო არის. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო აქციაში გაიღეს სისხლის სიცოცხლის გადასარჩენად. სისხლის დონაციის ბანკსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმი 2025 წლის 1 აპრილს გაფორმდა. აქციის მიზანი მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტების, ასევე სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღებაა. აქციას შეუერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებიც. განათლების მინისტრმა სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. სკოლა, რომელიც 500 მოსწავლეზეა გათვლილი, აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სკოლის რეაბილიტაცია განათლების სამინისტრომ განახორციელა, პროექტის ღირებულება კი 4,230,000 ლარამდეა. განათლების მინისტრი დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტებსაც შეხვდა. ამჟამად დიდი დმანისის საჯარო სკოლა ბოლო 2 წლის განმავლობაში სრულ რეაბილიტაციას გადიოდა და წელს უკვე მოსწავლეები დაბრუნდნენ აქ და რა თქმა უნდა პირველკლასელებიც მიიღეს. ეს სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და ემსახურება არა მარტო დიდი დმანის, არამედ გვერდით მდებარე სოფლებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება მოგვეცა არაფორმალურ გარემოში შეხვედროდით მინისტრს, მიგვიღო ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ვფიქრობ, მსგავსი ახალგაზრდული ცენტრები, როგორიც არის დმანისის ცენტრი, მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის. მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ტაძრებში დილიდან საზეიმო ლიტურგია ტარდება. ღვთისმშობლობა 12 საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. ის ღვთისმშობლის შობას უკავშირდება და ქრისტიანული გადმოცემების მიხედვით, როგორც დღესასწაული უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან აღინიშნება. დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში. შობამან შერმან ღვთისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის
კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს მას ქრისტე ღმერთის დედას, ცისა და მიწის დედოფალს. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება. მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. და ამიტომ შეუძლებელია, რომ უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნები. არც ერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ ღირფასო ძმებო და დებო და მით უმეტეს იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის თელ სისავსეს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესის ზუსტად 9-ზე, მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.